ეხლა ვარ ლიახუს იმ ადგილას, მეგობრებო, სადაც თელი ჩემი ბავშვობა დავდიოდით საცურაოდ, საბანაოდ და სახტუნაოდ, აი ასეთი ტიპის ბეგებიდან ამ წუმპეში, რა თქმა უნდა, ეხლა ავრიბანო, წავედით არმია. დევილობა ვიდეო ლიახზე. არმია. მებრძოლები. აქ ნაგავი იყრება, როგორც ჩანს. არ შეიძლება ნაგავის ასე დაყრა, გავუფრთხილდით გარემოს, მეგობრებო. Environment, occupational health and safety. Так. გამხვალთ აქ. ყლარწვას დაიწყებთ თუ შეძლებთ გამოვლას. ბავშვობა ბევრნი არიან, ხო და თუ დაიწყებთ ახლა იმას, რა ქვია? აქეთ რა ვეზე ხოდები ვაცვია. აბა. გადმოდიხარ ბოშებო. გაიარე, გაბრიე წყალში რა საკეთებ ტონცულები? ელე აშერა სიტყლარწები, გადმოდი. წესრწულები. მოგლეთ. ეხლა განახოთ ბავშვობა ჩვენ სად მოვდიოდით ხოლმე. ვერ წარმოიდგენთ ალბათ, მაგრამ ჩვენს ბავშვობაში წყლის გაცხელება საკმაოდ ფუფუნება იყო. არ იყო გაზი, ატმური, გამათბობელი საშუალებები, ამიტომ აქ მოქონდა ჩვენი წველის გასაპარსი, მაჩალკა, რა ქვია მაჩალკა, როგორ არის ქართულად, სახიხი, კიდე რაღაცა ინვენტარი და ამ წყლებში ვანაობდით. კარგად გავისაპრამოდით, გავიხეხენცულებოდით და მივდიოდით სახში ფედინერები და სუფთები. მაშინ დედაოთ რა ბავშვობა გავიარეთ? ეს რა არის აქ? ნაგავ თუ. ფიქრობ, this way გჭირდება ჩვენ. ბოლოს აქ ვიყავი გადმოსული, მეგობრებო. 2008 წლის 2 აგვისტოს. რამდენი წელია გასული, თუ შეგიძლიათ თქვათ? 2008 წლის 2 აგვისტოდან 18. კი. მეორე დღეს თუ მესამე დღეს ომი დაიწყო. რომელ ომსაც, კი, აბა, აქ შევესწარით, ჩავრჩით და 2 დღის მერე წავედით, გაგვიყვანეს. მარშრუტკეთებით. მოკლედ, გამოუშვიათ ლიახო, ხო იცი შენ, ბიჭო. ფიქრობ აქ ბანაობას ოახერხებდა შეძლებთ. თქვენ თუ ამოდენ ამ დინარეს გადმოლახავთ ჯიგრებო როგორ გადმოცურავთ თქვენ არა ჩათ არ უნდა ჩამივარდეს ეგ გამორიცხულ არმია მოდი ხართ რა არის გაბრიელ და ბაყაყი წამოდი ჯერ სამშვიდობოს გადავიდეთ გადაჭი ეხლა მოუნდა განახოთ უშუალოდ ის ადგილი სადანაც ჩვენ ვანაოდით ბავშვებო ეს არის მდინარე ლიახვენცულა მეგობრებო ლიახვი იბზანდით არმია დაიჭირე ავანცულ ჰელო შედღეიდა ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და სახელი გექნება ბაყა ჩვენ ბაყახ სახელი აქვს ბაყა როგორი წითელი ქვა ციყვი ამომიღე ეს ქვა რა ელე იდინი ამომიღე მონდეს მეტა წითელია თუ სიბინძურისგან არის აუ ეხოს რა ხანდა აი აქ დაყარეთ აი ბაყა დაუხეთ ვა გავუშვი და აი კაი წავიდე თავში შე აქ დადე ეგ ქვები და გავლისას ავიღეთ ნინი ხო აქ დადე კაი გალვაგზეთ გზანცულები ისეთ ადგილას სადაც შედარებით შეგუბება იქნება და ოჰო ნახე როგორი კალცეტის ძარღვი აქ ეს არის მეგობრებო კალცეტის ძარღვი ამოაგდე ეს ქვა უნდა გავწეხო არა იქეთ ნაპირზე დააგდე და გავლისას წავიდე იქეთ დააგდე უბრალოდ დააგდე მანდოებს აი წავიდეთ არა გაშერება თავის ავანცულები მოკლედ ჩემი მიზანი არის განახოთ კონკრეტულად ის ადგილი სადაც ჩვენ ვანაობდით ბავშვობაში ბღარობაში
ჩემი მიზანი ეგ არის, ხო რომ განახოთ კონკრეტულად საუბანაოდით ჩვენე. მაგრამ ჩემ და გასაკვირად აი ეს მაღალი ბეგები, რომელიც 1 ან 2 მეტრიანი სიმაღლის იყო ხოლმე, აღარ არის. ჩვენ აქ ავდიოდით ხოლმე და ხტებოდით. მაგრამ ეს ბეგი ჟამთა სულ ამდა დინებამ და წარიღო სასწაულებრივად. მოკლედ ზუსტად ვაც ეს არის. ვამლაშატა გაიჩითა. აი ბავშვებო, ზუსტად ამ ადგილას ბანაობდით მთელი ბავშვობა. ზუსტად, ციყვი, აი ზუსტად. წარმოვიდგინეთ ტიტილიკანა მამა შენი. ზუსტად მთელი ბავშვობა ბანაობდა აი აქ. არა, დიდი იყო მასში. ჩვენ ბავშვობაში დიდი იყო. თბილი წყალია, ხო? არა, თბილი? დავა, ეხა შეგიძლიათ აი იქიდან დაყვეთ და ქსურაობით ჩაყვეთ. მერე ამოხვი იქ ან შეგიძლიათ ქვები აიღეთ. იცით ჩვენი თვერთობოდით? ქვებს ესე ზოლზე გავაყოლებდით და დაგუბებას ვაკეთებდით. აი ეს ბეგი იყო ხოლმე მაღალი. ჩვენ ამაზე ავდიოდით და ხტებოდით, მაგრამ დადაბლებულია. კარგით, გადავოდით დრონზე. აქ არის ჩვენი დრონი. ჩემ ბავშვობაში აქ რო გადმოვდიოდი ხოლმე, რაზე ვფიქრობდი, იცით? რამდენი კენჭიც ლიახუზე ყრია, იმდენი ერთეთრიანი რომ მომცა მეთქი, როგორი მდიდარი ვიქნებოდი მეთქი და მოკლედ ო, ნუ ეგეთი ფიქრები მქონდა რა. წავედით ახლა ბაყაყობა უნდა გადავიხოთ. აი აქ რა უნდა ამას ნუ გადამრიეთ ბიჭო. ჰა, არმია. რასა არ ვეშვები რა, წავედი. კალციტის ძარღვი. აი ეს არის თეთრი ზოლი, კალციტის ძარღვი, რომელიც კაჟი ქვისგან არის. ანუ კაჟია ეს რა, რო გატეხო კაჟია და კლდოვან ფენებში წარმოიქმნება, კლდოვან ფენებში აღწევს. აი ეს ძარღვისებრი რაცხეები, ეხლა ძალიან რო არ ვფილოსოფოს ძირითადად ბავშვები მიყურებს და წარმოიქმნება კალციტის ძარღვი. აი ესეა დაძარღვული ეს ქვაც. და ძალიან ხშირად ამ ქვებში რო გატეხავ, ნამდვილად არის ოქროს წარმონაქმნები. ჯარის კაცები! ვაცა? ეს რა ლამაზია. მეგობრებო, რასთან გვექნება საქმე, როგორ ფიქრობთ? რა რიტუალია აქ ჩატარებული? რა უნდა მომხდარიყო?
საინტერესოა. დინარესთან ესე. რახსაღარა არ ნახავ კაცი ამ ქვეყანაზე გარჩი. წავედი ხა ბაღაკები უნდა დაიჭირო ბოშები. ვა, ვიღაცას კვილის ჩოთქი, არა, ეს განხმარი იქნება. მოკლედ, თუ ვინმეს კარგი ისეთი ნაყოფიერი ბაყაყობა გინდათ, მეგობრებო, აი აქ უნდა შევიდეს. აქ უნდა შევიდეს ვინმე. გამოყაროს გარეთ ბაყაყენცული. აგე, ამხელა. აგე იქით. დავიდათ. ჩადით. არ ჩაიძირებით. აქ არ ჩაიძირებით, არ ნერვულობთ. დუნოტ ვეური. კი, ზუსტად ვიცი. ცივი არ იქნება ესეთ ადგილებში დაგუბებული წყლები თბილებია ყოველთვის. ნაგი აბა ჩაკი ხელი აზრავე. ვა, ცივია, კი. ვა! აი, აჰა, აი. აბა ბაყაყის გინდათ და საჭმელად და ლოკოკინაც და ხელის გათხოვა და გაცევა არ გინდათ, ეგრე არ არის. და ისე ჩუჩი არ იხდება რა. შევიძრო. ფეხებში შევიძრო ელე. ხო, მოუსროლე. ხელა გაისროლა. წალი ბაკაკო მოკა. ბაყაყებს დაასდევ და ბაყაყებს არ იჭერთ. აზე არა ხართ რა. მოდი თეა. წაბლიბება. წადი ჰა, გეი შენაკაჩიც ნახეთ, ხაგე აქ. პირდაპირ. ამდენი ხანია რომ დადიან და ერთი ბაყაყი ვერ დაიჭირეს. ეხლა გადავხდები და კაბელებით ამოვიყვანთ. არა წამოღებული მაქვს ნახშირი, ფუსფუსა, ყველაფერი წამოღებული მაქვს იმისთვის რომ კარგად გემრიელად შევწვათ მე ჩვენი ბაყაყები და აი არაო რა არ ჩადია. ვახ ჩემი ვერ ისკავა. შენცულები. Finally, we got one baqaq or one frog. აბა. აჰა, ერთი მოუსვა და დაიჭირა. გამარჯობა, ჩვენი ოჯახის წევრი ხარ დღეიდან. თუ უნდა შევჭამოთ? ჭამთ. მოხარშოთ, წამოჰა ფუსფუსა მე მაქვს. დავაი ნახშირი მაქვს ფუსფუსა. თუ წალამზე. ბოში ერთი ამოუსვა და ამოიყვანა. ვაი მე და